მიკროფონი არ გავიგო. მომეცით ეს მიკროფონი, მომეცით ეს მომზადით თქვენ. მომზადით. გავუკეთეთ, ცხებს გავუკეთეთ. კი ბატონო. არაჩვეულებრივი ეთერი გამოვიდა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისმის საზოგადოების პარტიის ხმა. ეს არის ეთერი, როგორც უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. არაჩვეულებრივი ეთერი არის. თუმცა იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ საზოგადოებას და იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში. ეს ეთერი რო ყოფილიყო დღეს ჩვენი ორგანიზებული, ეს იქნებოდა ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას. თუმცა მადლობა იმ საზოგადოებას, რომელმაც მიაქცია ყურადღება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოითხოვა ეს ეთერი და ეს ეთერი შედგა. ის თუ რატო არ პასუხობს დღეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პოლიტიკა, სარედაქციო პოლიტიკა იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაში არის, ამის ახსნაც ბევრი არის. მათ შორის ამის ახსნა არის ერთ-ერთი ის, რომ საზოგადოებამ დაუშვა ის, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არგუმენტით დატოვა თანამდებობა, აირჩიეს შემდეგ საქართველოს პარლამენტმა სრულიად ლეგიტიმურად და კანონის დაცვით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე. ის თუ რატო არ არის ახლა საზოგადოების ხმა, რატო არ ისმოდა აქამდე ფართოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მათ შორის არის საზოგადოების ბრალი, რომელიც ამ მაუწყებელს ყურადღებას არ აქცევს. როგორც კი მოადუნებთ ყურადღებას საზოგადოება პირველი არხის მიმართ, ეს არხი ყოველთვის იყო, არის და სამწუხაროდ იქნება ყოველთვის ხელისუფლების ინტერესი. ასე თუ ისე, ძალით თუ არაძალით, ყოველთვის ეს ხელისუფლება და ძალაუფლება მოახერხებს საკუთარი ინტერესის გატარებას თქვენს არხზე, საზოგადოებრივ არხზე. ეს არის და ეს ისე თქმაც მინდოდა. პრობლემა იმასთან რაც ეთერში გადის კი. შენ თვითონ ეთერში რო ყოფილხარ ქონია? სამნიშნულოვანია რა კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას არც პატივს ვცემთ. არა, თქვენ აზას არ აწევთ, არავის აზას არ აწევთ თქვენ პატივს, თქვენ ჩვენ ძლივს მოვიპოვეთ დღევანდელი ეთერი, სანამ აქცით არ მოვედით. თქვენ არ აწევთ არავის აზას პატივს, თქვენ უნდა გადადგეთ და თქვენ უნდა ვიდრე გადადგებით, თქვენ ახლავე პირდაპირ ეთერში უნდა მოგცეთ. ახლავე პირობა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ქართული საზოგადოება მოვა აქ და ყოველდღიურად ეკრება ეთერი ქართულ საზოგადოებას. თქვენ ახლავე ჩვენი მაყურებლის წინაშე მოგცემთ პირობას, რომ ქართული ხალხი მოვა აქ და ყოველდღე იქნება ეთერი, ვიდრე ივანიშვილი ეს არამზადა რუსეთის მონა და FSB-შნიკი თავისი ამ დამკაშებით ვასილ მაღლაფერიძე რობოკოპი რო გამომიგზავნეთ აქ ფოიეში რო იდგა ეს ნაგავი მართლა არამზადა და ზვიადრაკიანი რომელიც არა მე ვარაფერ ფორმაზე არ შევთანხმებულა ფორმატი არის სიტყვის თავისუფლება თუ არის დაცული მე სიტყვის თავისუფლები აგერ გურამ როგავას ფოტო მიჭირავს აქ გურამ როგავას თქვენი კოლეგის რომელიც დღედაღამე ეს ფოტო უნდა ტრიალებდეს აქ პირდაპირ ეთერში და თქვენ თუ გაქვთ მორალი თქვენ თუ გაქვთ მორალი და სინდისი და ელემენტარული მოქალაქო პასუხისმგებლობა თქვენ უნდა გადადგეთ. მითხარით პირდაპირ ეთერში მიეცით ქართულ საზოგადოებას. პირდაპირ ეთერში მიეცით ქართულ საზოგადოებას პირობა, ვიდრე თქვენ გადადგებით, რომ თქვენ აქ იქნება ყოველდღე ეთერი ქართული საზოგადოება აქ მოვა და მანიფესტანტები აქ მოვლენ და აქ მიმართავენ ქართულ ხალხს. მთელი საქართველოს მასშტაბით. აქ არამზადა პაპუაშვილი იჯდა დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, არამზადა კობახიძე, აქ ეს არამზადები, რუსეთუმეები, რომელიც საქართველოს რუსეთზე ყიდიან, აქ ისხდნენ და აქ ტყუილებს ავრცელებენ პროპაგანდისტულ ტყუილებს. აქ პაპუაშვილი გუშინ წინ აქ მოვედი მარტო მე და რამდენიმე ადამიანი და თქვენ არ შემომიშვით აქ რომ მისთვის პასუხი გამეცა, პაპუაშვილი აქ იჯდა და ამბობდა რომ ევროკავშირში თურმე ქართული ღვინო არ გაიყიდება, თურმე შენგენის ზონაში არ შეუშვებენ დსთ-ის ქვეყნის წარმომადგენლებს და თურმე ევროკავშირი არ გჭირდება და თურმე ღირსებით ევროპისკენ მივდივართ. ვის ატყუებენ ესენი? ეს არამზადები და პუტინმა მიულოცა იმ დღესვე. პუტინმა მიულოცა. 15 წუთში. პუტინმა ამ არამზადამ ამიტომ ქართული მე თქვენ არ გესაუბრებით, არა, თქვენ არ უნდა გესაუბროთ, ჩვენ ვსაუბრობთ აქ. ქართული ხალხის ხმა ისმის აქ. როგორც იქნა თქვენ რეიტინგი გაქვთ დღეს და აგერ რამდენიმე მაყურებელი გაქვთ დღეს ინტერნეტშიც თუ სატელევიზიო ეთერშიც. ვინაიდან ქართული ხალხის ხმა როგორც იქნა გაისმა აქ. ვასილ მაღლაფერიძე მედროვე შენ. შევარდნაძის მთავრობაშიც რო იყავი. სააკაშვილის გუბერნატორიც რო იყავი. ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იყავი და მე ახლა ბორდის თავმჯდომარე ხარ. მედროვე. შენი მედროვეობა უნდა დამთავრდეს და შენაირი მედროვეების აქ. ზვიადრაკიანი რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან
ახლა ზვიად რატიანი, რომელიც აგერ არის, აგერ ვიდეო მაქვს, ხო ვერ მოვასწრებ ამის გახსნას, რომელიც გაატარეს თქვენ ნახეთ ამ არამზადებმა, ხარებას ამ კრიმინალებმა, გაატარეს ცემაცემით ზვიად რატიანი, რომელიც 5 წელი ზვიად რატიანის გამო აქვს ჩვენ ტელევიზიაში, თქვენთან არ მოვდივართ, იმიტომ რომ ვასილ მაღლაფერიძემ და სხვებმა რა გაუკეთეს მას? განდევნეს, დაამცირეს და დღეს კიდე 2 დღე იზოლატორში ამყოფეს ქართველი პოეტი ზვიად რატიანი. და ვასილ მაღლაფერიძეს ბოდიშიც არ მოუხდია ამის გამო. და კიდე აქ არის და ყელყელაობს ასე გამოდის და გველაპარაკება რაღაცეებზე. მე არ გელაპარაკებით თქვენ უნდა გადადგეთ და თქვენ ეხლავე პირობა უნდა მოგცეთ. ქართველ ერს უნდა მიცეთ პირობა რომ ყოველ დღე აქ იქნება ეთერი, იმიტომ რომ მოვა მანიფესტაცია ყოველ დღე აწი, ყოველ დღე მოვა აქ მანიფესტაცია და ყოველ დღე ქართველი ხალხი შემოვა აქ სპიკერებით და მიმართავენ ქართველ ხალხს. მთელი საქართველოს მასშტაბით. თქვენ ტვისურეთს ხავთ აქ ხალხს. რეგიონებში. იმიტომ რომ რეგიონებში არ არის. არა, ვერ დავწყნარდები. თქვენ დაწყნარდით. თქვენ ამას თქვენ და გამწეთ ორი პასუხი გაქვთ. პირობა უნდა მოწეთ. არა, თქვენ და დისკუსიაში არ შემოვთ. თქვენ და გამწეთ პასუხი. თქვენ უნდა თქვათ. მე აქ მარსიდან კი არ ჩამოვარდნილა. ვარდების რევოლუციამდე კოკა ყანდიაშვილთან ასე შემოვარდით მე და დათო ტურაშვილი. იმიტომ რომ მაშინაც აქ რო ვინც ყავთ მეტროვეები, მუხზარ ფოფხაძიდან მოყოლებული მაშინაც ეს მეტროვეები ეხლა ქოცების მხარეს არიან. ყველა დროის კარიერისტები, მათ შორის ვასილ მაღლაფერიძე. თქვენ მენდუმას რა ვილაპარაკოთ როგორ სიტყვის თავისუფლებას ხოლო ცენზურის კანონი შემოაქვს ქართულ ოცნებას ცენზურის კანონი საბჭოთა კავშირში და ეს არამზადა რუსეთუმე მოღალატე დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი რომელიც ხალხს ატყუებს და თურმე საბჭოთა კავშირი კარგი იყო და თურმე საბჭოთა კავშირი ჯობდა ევროკავშირს ეს არამზადა თვითმარქვია საქართველოს ყავს მეგობრებო საქართველოს ყავს ლეგიტიმური ხელისუფალი ერთადერთი ეს არის სალომე ზურაბიშვილი დღეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება თქვა რომ არაფერი არ იცვლება ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად და ეს უვიცი უწიგნური უდიპლომო დიახ უდიპლომო მათ შორის იმიტომ რომ ფედერაციაში სპორტის ფედერაციაშიც კი ვერ აირჩიეს ფეხბურთის რა კი დიპლომი არ ქონდა და ფეხბურთის საზოგადოებამაც კი გამოისროლა უკან და ივანიშვილმა ამ FSB-შნიკმა რუსეთის აგენტმა და ჩვენ საქართველოს დამღუპავმა აი ესე დაგვაკნინა რომ ყაველაშვილი დაგვისვა თავზე და თურმე ყაველაშვილი უნდა იყოს პრეზიდენტი და ზვიად გამსახურდია საფლავში უნდა ჩავაფურთხოთ ესე იგი ივანიშვილი აფურთხებს ზვიად გამსახურდია საფლავში რომ ყაველაშვილი იყოს რომ რუსები იყვნენ ბედნიერები რომ აი ვერ შემდგარი სახელმწიფო აი რა უწიგნური ყავთ აი როგორი ანტიდასავლელი ყავთ რომელიც იგინება დაგინება ყველაფერს კადრულობს აი ესეთი კაცი ყავთ და თქვენ გინდათ რომ ეს ვაღიაროთ პრეზიდენტად გაყალბებული არჩევნების მერე და აი გურამ როგავას რომელიც თითქმის სიკვდილამდე მიიყვანა იმ არამზადამ კრიმინალმა გურამ როგავას ფოტო უნდა ტრიალებდეს დღე-დაღამე აქ და ხალხი უნდა მოდიოდეს აქ და ლაპარაკობდეს თქვენ ამიტომ ორი რაღაცა უნდა თქვათ ახლა ორი რაღაცა მე თქვენ და დისკუსია არ მაინტერესებს სიტყვის თავისუფლებაზე აქ ლექსის საკითხვას არ ვარ თქვენ უნდა თქვათ პირობა უნდა მოგცეთ რომ ხალხი აქ მოვა და ყოველ დღე ექნება ეთერი და არა თქვენ რაღაცა დრონი იმიდან მარსიდან რო იღებთ დრონით რომ ვითომ ცოტა ხალხი არის რომ დააწყაროთ ეს თქვენი ივანიშვილი და თქვენი იერარქიაში მდგომი ეს ხალხი ეს გვიმრაძე ეს ვიღაცა გვიმრაძე როგორ მიაყერა ფიზიკური შეურაცხყოფა ნინია კაკაბაძეს და იმის მერე რა მორალური უფლება აქვს რომ აქ იყოს და სიტყვიერიც მათ შორის რა მორალური უფლება აქვს რომ იყოს რა სამოქალაქო რა ადამიანური რომელიც საერთოდ რა ცნებებზე ვლაპარაკობთ საერთოდ ეს არამზადან იმიტომ რომ გაუვიდათ და იმიტომ და მართალია ხო აქ თქვენი თანამშრომელიც მათ შორის იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდე ბევრმა უთმინა სხვადასხვა მიზეზით და მოიტყუა თავი როგორ შეიძლება გვიმრაძე ამის მერე აქ იჯდეს ტელევიზიაში და აქ ეთერიდან მიმართავდეს ვინმეს ეს პროპაგანდისტი ეს რუსეთის პროპაგანდისტი და ხალხი ლაპარაკობს თურმე ისევ ღირსებით ევროპისკენ მიდიან დამთავრდა ივანიშვილმა დაასრულა პუტინი ულოცავს რა 2028 წელი რით ვეღარ მიხვდი დამთავრდა გამოდით ქუჩაში ყველა გამოდით რომ დასრულდეს ეს რეჟიმი რუსული რეჟიმი გამოდით ქუჩაში ყველანი ეს ეთერი იქნება ქართული საზოგადოების ქართველი ხალხის მომეცით ახლავე პირობა რომ ყოველ დღე ქართველი ხალხი აქ იქნება ეთერში მომეცით ახლავე პირველ რიგში ბატონო ლაშა ამ ტონით ნუ საუბრობ არა ძალიან საუბრობ იმ ტონით რატო როგორ ტერორს აწყობს ქართული ოცნება ქუჩებში ქართული ოცნება და თქვენ გურამ როგავას და არ უშვებთ ხალხს რომელიც ამას ამ კადრებს უნდა ატრიალებდეს რა კადრებს უნდა ატრიალებდეს გურამ როგავას ფიზიკური მარიამ გაფრინდაშვილი და ჟურნალისტები თქვენ დღე-დაღამეს უნდა ტრიალებდეს აი ეს სიმწვავე უნდა იყოს ეს
ეს იმწვავე უნდა იყოს. გასაგებია. ერთი ეს იმწვავე უნდა იყოს აქ. მე ხო უნდა გიპასუხოთ. რა უნდა მივასწროთ, თქვენ უნდა მომცეთ პირობა, თქვენ უნდა მომცეთ პირობა, რომ თქვენ უნდა მომცეთ პირობა, რომ აქ ხალხი ყოველ დღე ამ ეთერში მხოლოდ ეს მაინტერესებს თქვენ. მე იმ პირობას არ ვიძლევი, რასაც არ ვასრულებ. ამ ტონით საუბარი, ეს თუ ნორმალური გონია, ეხლა ვინც მაყურებელი ჩვენ გვიყურებს, აი ამ ტონით. არ ერთი წუთი. ჩვენთან საუბარი ეს არ არის სწორი. დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია. თქვენი თანამშრომლები შემოდიან სტუდიაში, ახლა აშკარად მათ უნდათ რომ გადაფარონ ის, რაც ივანოვ ჩეფალა ძალიან პასუხი აგეთ, რომ ისინი ეთერში არ შემოვლენ, ჩვენ დროს არ წაიღებენ. ამ წუთში დადეთ პასუხი. მე გაძლევთ ეს ხალხია ის ხალხი, რომელიც ჩვენ შენობაში რომ შემოვედით, დაგხვდნენ, იმიტომ რომ იქ საქმეები ერჩიათ. ძალიან თქვათ აიღეთ პასუხისგებლობა რომ ეთერში არ შემოვლენ და ჩვენ დროს არ წაბართმევენ. პასუხისგებლობა თქვენ დროს არ წაბართმევენ. ესენი არიან ჩვენი თანამშრომლები და ისინი რას როდის გააკეთებენ მათი უფლება, მაგრამ აქ თქვენ ეთერში ვერ შემოვლენ. არა, დამშვიდით არ შემოვლენ. რა შეეხება დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია, რაც არის ერთი წუთი. პირობა მოგვეცით თქვენთვის ეს უკეთესია. თქვენთვის ეს უკეთესია, დადეკით ქართული ხალხის ხარეს. გადმოდით ქართული ხალხის არგონია რომ ჩვენ თვითონაც მოგწოდდეს, მაგრამ დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია მაგაზე პასუხისგებლობას ჩვენ ნუ გვაკისრებ ძალიან დიდი ბოდიში, ჩვენ გვაქვს ეთერში ყველაფერი რაც ხდება იმ ქუჩებში. დავასრულეთ ამაზე საუბარი. მაყურებელი კარგად ხედავს ამას. ქართულ ოცნებაზეა პირდაპირ ეს არ არის დემოკრატიული და თავისუფალი მედიის ეს არ არის თავისუფალი ტელევიზია, ამიტომაც მოვედით და ასე მოვიპოვეთ, აბა რატო მოვედით აქ? ის დრო წავიდა, როდესაც ტელევიზიებს ესე იღებდნენ და თითებს უქნევდნენ. ის დრო რა ტელევიზიებს ვიღებთ? შემოვედით და სიტყვის თავისუფლებას ვითხოვთ და სიმართლის თავისუფლებას. აი ამ ტონით, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, ის დრო წავიდა და თუ არ წავიდა, უნდა წავიდეს. ეს არის ფაქტი. ამიტომ ეხლა რაც უფრო გარედან გესმით თავის დროებს ლაპარაკობ. ხო, არა, რაღაც ავტომატურ რეჟიმში ლაპარაკობ და ქუჩაში არ ყო გუშინ არ გინახავთ რა ხდებოდა. აი ეს ხალხი, აი ეს ჩემი ობიექტივიდან ნახე რა ხდებოდა და ჩემი თანამშრომლები ცემეს იქ. ხო, თქვენი ამიტომ თქვენი თანამშრომლები არ უნდათ რომ თავზეაშდეს ვასილ დაბადრიძე და ივანიშვილი. რასაკვირველია, ვიღაცა კონცები კი არიან აქაც და ოპორტუნისტები და მეგობრები, მაგრამ უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი რასაკვირველი არის ქართული ხალხის სოლიდარული და რუსეთის მოწინააღმდეგე. თქვენი თანამშრომლების მათ შორის, თქვენი თანამშრომლები დადიან დემონსტრაციებზე და ვხედავ მათ. და ძალიან კარგია რომ ისინი აქ არიან და ქართული ხალხის მხარეს არიან. უბრალოდ მესმის ეს ყველაფერი რა არის? ოპორტუნიზმი და მედროვეობა და კიდე შანტაჟი. ეს არის ქართული ოცნების ასე გააყალბეს არჩევნები და ასე ცდილობ თქვენ რეპრესირებას. ხალხის თავისუფალი ნების. ვისაც ესეთი თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია და როგორი ესეთი რიტორიკა მოწონს, ეს არის დამოუკიდებელი თითო. ეს არის ჩემო მომისმინეთ კაცო. ესაც არის გუშინაცება და დამოუკიდებელი მედია ცენზურის კანონი შემოა. დაუთმოთ როსვებსაც მე ქვედალაკ დაждობას არ ვაპირებ და თქვენ დაბარაკს არ ვაპირებ და დისკუსიას. თქვენ უნდა გადადგეთ ვასილ მაღლაფერიძე უნდა გადადგეს ეს გვიმრაძე მოძალადე სიტყვიერა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყა ტელევიზიების თვალწინ ნინია კაკაბაძეშვილს გადადგეს აქედან და ქართულ ხალხს ყოველდღე უნდა მიეცეს ეთერი. არ მოგცემთ ნებით ყოველდღე მოვად მანიფესტაციით და მოვიპოვებთ 100 ამეთეს. გასაგებია. თქვენ უნდა გადადგეთ და სად არის გურამ როგავას რატო არ თავთ ეთერში? ჩავთავთ ეთერში. აუცილებლად ჩავთავთ გურამ როგავას ეთერში. როგორც კი დაასრულებთ, აუცილებლად ჩავთავთ გურამ როგავას. თქვენ მომეცით პირობა რომ ქართული ხალხი ყოველდღე როდესაც მოვა თქვენ ქართულ ხალხს მე ქართულ ხალხს ვაძლევ პირობას რომ ეს ტელევიზია იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი. აი ამის პირობის დადება შემიძლია. სხვასთან მე ანგარიშვალდებულია. დღეიდან არა. გუშინ წინას და რაც მე ამ ტელევიზიაში პასუხისგებელი ვარ 2020 წლიდან თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხისგებელი. დისკუსიას აზრი არ აქვს, მე კარგად მესმის, ამიტომ არ ვაპირებ ამაზე თქვენი დროის თავისუფალი. აბსოლუტურად. ვერზე დაგიდგათ ვასილ მაღლაფერიძე რომ ვინიცობა რაღაცაერად არ რაღაცაერად ჭოჭმარი არ დაგეწყოთ და უბრალოდ რობოკოპივით გვერდით დაგიდგათ. თქვენ არ ხართ თავისუფალი. ეს ტელევიზია გათავისუფლა დღეს. აი ეს ეთერი არის უკვე თავისუფალი. ესეთი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხო. ესეთი უნდა იყოს, სადაც ისმოდეს მწვავე კრიტიკული ხმა ქართული ხალხის, რაც საქართველოში ხდება, ბუნებრივად უნდა ისმოდეს აქ. ოპორტუნისტებმა და მედროვეებმა არ შეგაჩერონ. იმიტომ რომ საქართველო არ გაიყიდება და საქართველო არასდროს არ იქნება რუსეთი. აი დაიტოვეთ ეს. კი ბატონო, კეთილი. ყოველდღე მოვალთ აქ მანიფესტაციით და ყოველდღე მოვითხოვთ აქ ეთერს. კი ბატონო. თამარ, თქვენი დავიწყოთ, დიდი ხანი არ ყოფილხარ ჩვენთან ეთერში. კი ბატონო.
კი ბატონო, შეგიძლია გავაგრძელო. ისიც იქნება ეთერში, ამიტომ მაყურებელი ამასაც ნახავს აუცილებლად. არა, აზრი არ აქვს, იმას აჩვენებენ იმაში და აზრი არ აქვს თქვენ არა, ეთერში შემოვდივართ ჩვენ ერთად და იქნებიან. ესეთი და სად არის ლაივი, ვერ ხედავთ ლაივს. ეხლავე შემოვალთ უკან ეთერში. ამიტომ ჯერ არ დაიწყოთ აგერ არის ლაივი. კი ბატონო. ანუ თქვენი თანამშრომლების ესეთი უარყოფით დამოკიდებულება მართლა ძალიან სამწუხაროა ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ არაფერი დაგვიშავებია ჩვენს აიმისო, რომ აი ესე გვაქვს. ჩემმა თანამშრომლებმა დააშავეს თამა, შენ ყველას იცნობს 10 მე ხო და ძალიან გული მткиვა დღეს აქ დააშავეს ჩემმა თანამშრომლებმა არა, თქვენ თანამშრომლებს არაფერი დაუშავებიათ, თქვენ თანამშრომლები არც არავის მოუხსენიებიათ და არც არავის გავლანცდიათ. ვისაც არ დაუშავებიათ, ამაზეა საუბარი. ვისაც არ დაუშავებიათ. მე აქ ყოველდღიურად მას რომ მონას უძახიან, შენ ყველას იცნობს 10-თაოდ, რომელ 1000 რომელია მონა. უბრალოდ სახელი და გვარი შეგელია. იცით რომელია მონა? მე ჩემ თავზე არ გეკითხე. კაი, მე გეტყვით რომელია მონა. მე აქ ვიმუშავე 8 წელი, მე აქ ვიმუშავე 8 წელი. მე აქ ავიდგი ფეხი როგორც ჟურნალისტმა. პირველად, ჩემი პირველი ეთერი იყო, პირველი არხი და მაშინ მართლა იყო თავისუფალი პირველი არხი და მაშინ მართლა როდის უკაცრავად, როდის? 2005 წელს. ჩემი მხრიდან უხერხულია რაიმე შეფასების გაკეთება, მაგრამ თავისუფალი ჩემ საკუთარ თავზე მე ჩემი გადმოსახედიდან იხსენებს. ყველას თავისი გადმოსახედია ამ ქვეყანაში. ჩვენ რასაც საუბრობდით და რასაც საუბრობდით, მაშინ ჩვენ არ გქონდა შეზღუდვები. მე აქ ვიმუშავე 7 წელი და ჩემი გაშვება, როდესაც მოხდა 2016 წელს, 2017 წელს, ჩემთან ერთად გაუშვეს ასობით თანამშრომელი. თქვენ ხო გახსოვთ, რატომაც გაუშვეს ის ხალხი? ამ ხალხს ხო ახსოვს ის ხალხი, რატომაც გაუშვეს? არ გახსოვთ? არა, ამ ხალხზე ეხლა არაფერი არ ვთქვათ, ეს ხალხი. არა, თანამშრომლებზე ისე არასად არასდროს არ ყველას ხო ახსოვს? ამ ადამიანების ზურგზე რამაც გადაიარა. ჩვენ რატო გაგვიშვეს? გაგახსენე რომ მოუყვე არ იცი საზოგადოება. ჩვენ გაგვიშვეს იმიტომ რომ დაიხურა GDS-ი და GDS-ის თანამშრომლები დარჩნენ HR-ში და იმიტომ რომ GDS-ის თანამშრომლები დაესაქმებინათ, ის ადამიანები რომელსაც ყავდათ არ არის სამარცხვინო, არ არის ჩვენ ოთახში რომ ვისმენთ და ოთახში რომ შემოყავდათ ჩვენთან ადამიანი რომელიც GDS-დან გადმოყავდა, ჩვენ ვიცოდით ჩვენ ვის გამოგვიშვებდნენ აქედან, ჩვენ ვიცოდით ვის გამოგვიშვებდნენ, არ შევდივართ პოლემიკაში, ჩვენ გვაქვს პირობა გამოყენებული დრო და ვაწალოთ, დავასრულებინოთ. გეტყვით ყველა სახელს დაგვარც, ყველა სახელს დაგვარც. კი ბატონო, კი არ არის, მე არა მაგ მაყურებელს ესაუბროთ და დაასრულეთ თქვენ რაც გინდოდათ. გეთქვათ არავინ ეთერის პირობა არის, რომ თქვენ რაზეც გინდათ ისაუბრეთ. ჩვენ მე რას შემოვიყვანთ და როგორ ვისაუბრეთ ყველა სფეროს წარმომადგენელი შეკრებილი. 3 წლის წინ საქართველოში გაიხსნა სქემა, რომ წლების ათეულობით წლების განმავლობაში საქართველოს ყველა სამშობიაროში ოჯახებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები მოკვდნენ, ამ ბავშვებს იპარავდნენ და ამ ბავშვებს ყიდდნენ. ეს ხდებოდა ყველა სამშობიაროში. და ეს სქემა გაიხსნა 3 წლის წინ. საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ დარჩენილა არც ერთი არხი, ვინც არ გააშუქა. BBC, CNN, ABC, აბსოლუტურად ბუნებრივად არ იღებს დოკუმენტებს ამის შესახებ. ვიხვეწებოდით, რომ ეთერი დაგვითმეთ, ხო და ეთერში ერთი გადაცემა, ერთი სიუჟეტი, ერთი სიუჟეტი არ. ვიხვეწებ ხალხი შენი მეგობრები მუშაობენ. კი, თაგავდით და ერთი სიუჟეტი არ გაკეთებულა ამის შესახებ, ერთი. იცით რატომ? იმიტომ რომ დღეს ის ხალხი, რომელიც მაშინ ბავშვებს იპარავდა, მთავრობაში ზის. კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ამ თემაზე 3 წლის წინ და დღემდე იძიებენ თუ ვინ არის ის ხალხი, რომელიც სათავეში იყო ბავშვების მოპარვის. და ერთი არ გაგიშუქებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებები. და ის გამოძიება, რომელიც დაიწყეს. ამაშია საქმე. ძალიან დიდი მადლობა, რომ ეხლა მომეცა საშუალება, რომ იმ დედებს მივაწვინო ხმა, რომლებსაც გონიათ, რომ შვილები გადასვლილები ყავთ და სინამდვილეში ბავშვები ეძებენ. აუცილებლად მოძებენ თქვენი შვილები. მადლობა. კი ბატონო. გისმენთ. მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს. მაყურებელს, როდესაც დღეს იმ მაყურებელს მათ შორის, რომელმაც დღეს გადმორთო ამ არხზე, რადგან ამ არხზე არ ხდებოდა არავითარი ის მნიშვნელოვანი კონტენტის შეთავაზება, სადაც ისმოდა საზოგადოების ჯანსაღი ხმა და არა მხოლოდ ის, რასაც შუშის სასახლიდან რუსი ოლიგარქი უკარნახებდა და მიუთითებდა ამ არხის ხელმძღვანელობას. ჩემთვის ძალიან რთულია ახლა ამაზე საუბარი, მით უმეტეს ქალბატონი ბრძანდებით, ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ უბრალოდ უფლება არ აქვს, ჩვენ არ ვილაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩვენ წლების მერე დღეს მივაღწიეთ იმას, რომ ამ ეთერში შემოვსულიყავით
ინდივიდუალურად არ არის ლაპარაკი, ინდივიდუალურად არავის არ ჭირდება არც ერთი ეთერი, მაგრამ კრიტიკული ხმა რო ყოფილიყო იმ ტელევიზიიდან, რომელსაც ვაფინანსებთ ჩვენ, რომელსაც აფინანსებენ ადამიანები, რომლებსაც აფინანსებენ ის ადამიანები, რომლებიც დასავლეთიდან ღებულობენ რაღაცა სოციალურ, საზოგადოებრივ სხვადასხვა გრანტებს, იქიდან იბეგრება კიდე 20%, რო თქვენი არხი, აი ეს არხი არჩინოთ და შემდეგ აი იმ არხით, აი ამ მიღებული თანხით ეს არხი აკეთებს იმას, რომ პარავს ჩვენ ფულს. წეღანაც თქვი, ეს იყო ქურდობა, პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით, როდესაც ჩვენ გადახდივ ფულს იყენებდა მტერი თავისი მავნე პროპაგანდისთვის. მე და თქვენ არ ვსაუბრობთ ქალბატონ ნიკო, იმიტომ რომ ეს არის რა თქმა უნდა, თქვენი პოზიცია, თქვენი გადმოსახედი, თქვენ არ ხართ სამწუხაროდ, რაც არ უნდა შეიძლება როგორც ადამიანისადმი თუ რაღაცა სიმპათია გამაჩნდეს, სამწუხაროა, რომ თქვენ არ ხართ თავისუფალი. ეს არხი არ არის გასაგებია, რომ ერთი თქვენ არ დამეთანხმებით, გასაგებია არც უნდა დამეთანხმოთ, თქვენ რომ დამეთანხმოთ ამ არხზე კი არ იმუშავეთ და ისე კი არ ამუშავებდით ამ არხს, როგორც ამუშავებდით. და იმდენად უნიჭოთ, რომ იმედის პროპაგანდის დონეზეც ვერ აიყვანეთ. აი ეს არის რეალობა. ამიტომ არ მჭირდება მე თქვენი დათანხმება დღეს. კეთი. კი ბატონო. ჩვენ ვაპარაკობთ იმაზე, რაც არის ფაქტი და სიცხადე. წეგან ახსენა ლაშამ, ბატონი პაპუაშვილი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარეთა იჯდა. ამოიღეთ ის ჩანაწერი, დაუსვა ჟურნალისტმა ელემენტარულად კრიტიკული ზონის კითხვა მაინც შეუბრუნა, თუ აი ეს მავნე მომწამლელი რუსული პროპაგანდა უნდა ემთხია, თურმე რომ ჩვენ დღეს, როდესაც ვაჩერებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს, თურმე ეს ჩვენი ქვეყნის წარმატება ყოფილა და თურმე 2008 წლიდან უნდა გახსნა და ყველამ კარგად ხო ვიცით რატო ეს 2028 წელი ნათქვამი, თორე შემდეგი არჩევნებია, მათ გონიათ ამ რუსის რაღაცა უსუსურ უბადროკ არსებებს, გონიათ რომ მიათრევს ოლიგარქი 2028 წლამდე და 2028-ში თავიდან, თორე თავის სამარჩეველში ცხავს აი ეს ეგრეთ წოდებული დასავლეთი კოცები. აი მათთვის გააღვევს რომ ნახე, ახლა ისევ ხსნით რომ იქნებ ისინი ისევ შემოიწრიოს. აბსოლუტურად გაშიშვლებულია. თორე კარგად ვიცით, ეს არის საბჭოთა პროპაგანდიდან წამოსული ესეთი ნიაღვარის და არნახული მარაზმი, რომელიც გადმოიბარა შემდეგ დღევანდელმა რუსეთმა, პუტინის კრემლმა და საიდანაც იმართება ჩვენი ხელისუფლება ანალოგიურს აკეთებენ. ჩვენ ნახეთ, ეს ყველა მიცოდეს ადამიანებო, რომ როდესაც არჩევნები გააყალბა ის სქემა, განსაკუთრებით კაპიტნების სქემა. ეს არის პირდაპირ რუსეთიდან გადმოღებული სქემა. ამაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მათ შორის სოციალურ ქსელში. სადაც ზუსტად კაპიტნებს ედახენ იმ ადამიანებს, აი რაღაცა საწყალ ადამიანებს, რომლებსაც აკეთებინებდნენ საწყალ სულიერად პირველ რიგში. იმ ბინძურეს საქმეს, რაც მათ დაავალეს, რომ გაეყალბებინათ არჩევნები. კი ბატონო. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ. არაფერს არ ვითხოვთ განსაკუთრებულს. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ეროვნულ ინტერესებს, მე მაყურებელს მივმართავ. დაუბრუნდეს იმ ეროვნულ ინტერესებს, რომელიც დიახ, როდესაც ქართული ეროვნული სახელმწიფო შეიქმნა ანექსიის შემდეგ, ეს იყო თერგდალეულების და უდიდესი ქართველი ფენომენის ილია ჭავჭავაძის გზა. მან შექმნა ახალი საქართველოს იდეა. ჰუმანური, ლიბერალური, დემოკრატიული საქართველოს იდეა. საქართველოს რესპუბლიკის იდეა შექმნა მან. დიახ, აი ამას, როდესაც შემდგომ არაერთხელ და არაერთხელ აგვაცდინა ჩვენო მუდმივმა ჩრდილოელმა რუსმა მტერმა და მისმა დამქაშებმა საბჭოთა დროს თუ შემდეგ ჩანერგილები ვიწყავდა საქართველოში სწორედ ისეთების მსგავსმა, როგორც დღეს გვიზის ხელისუფლებაში ივანიშვილების, კობახიძეების, პაპუაშვილების და მრავალი უხსენებელის სახით. აი ახლა დღეს სწორედ ისევე უნდა დაგვაცდინა ჩვენ ევროპულ გზას, როგორც 1921 წელს, როდესაც ჩვენი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გააუქმეს. ოკუპაცია მოგვიწყეს. აი სწორედ ასე უნდა დაგვაცდინონ ჩვენ ევროპულ გზას. ჩვენ ეროვნულ გზას. და ის რო ეროვნული, დიახ, ეს არის ევროპული არჩევანი. ეს არ მოდის ჩვენგან დღიდან გუშინ წინიდან. ეს მოდის საუკუნეებიდან. ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც ჩვენ ქრისტიანობა ავირჩიეთ, ჩვენ დიახ ამის ერთგული ვართ და ეს არხი და ოლიგარქის აი ეს მავნე რაღაცა ვითომ ტელევიზიები ამას ცდილობენ, რომ ჩვენ რაღაცა სატანება და რაღაც ციტირებ, რაღაც წარმოგვაჩინონ.
არა და რეალურად ჩვენ ვართ სწორედ აი ევროპული ქრისტიანული ღირებულები გადაგებელი. ჩვენ ვართ დამამთავრებინეთ. ძალიან გთხოვ დამამთავრებინეთ. ნუ მაიძულებთ რომ აუწიო ხმას რომ გადავაჭარბოთ ფეხმას. კეთილი. კი ბატონო. ჩვენ არაფერი არ გვინდა. იმის გარდა რომ ვითხოვთ, რას ვითხოვთ ადამიანებო, მეტი აბსოლუტურად არაფერს. სამართლიან სასამართლოს. დიახ, როდესაც ევროპა გვირჩევს და ურჩევდა ამ მავნე ბოროტ ხელისუფლებას, ნუ თუ ეს არის რაიმე გადაგვარება, რომ ითხოვდა სამართლიან სასამართლოს, ნუ თუ ეს არ შედის ჩვენ საერთო ინტერესებში, ვინც არ უნდა ვიყოთ, რომელიც სოციალური, პოლიტიკური თუ ასე შემდეგ შეხედულების ხალხი. ეს ხო არის ზეპარტიული საკითხი, ეს ხო არის პარტიული გემოვნების და განსხვავებლობის საკითხი. სწორედ ეს არის ზეპარტიული დია, ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლო, სადაც მნაძირლები, მურუსიძეები, ვიღაც უსახელო და უგვარო უსახური არსებები ოლიგარქიზმებით ვერ გადაწყვეტენ ჩვენ სამართალს. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან საარჩევნო კომისიას. სადაც აი ეს საშინელი მახინჯი ინსინუაციები არ გამოგვაცლიან ჩვენ უმთავრეს კონსტიტუციურ უფლებას, რომ ამირჩიოთ ის ხელისუფლება, რომელიც გვინდა, იყოს დაცული ფარულობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, რომ მეც მათ შორის სულ არ მეხებოდა ვიყავი დამკვირვებლად ერთ-ერთ ოლქში, არა თუ უბანზე ოლქში. და ამაზეც მოგვიწევს პირობას გაძლეთ აი ამ არხში, ამ თუ სხვა სტუდიიდან ლაპარაკი, რომელზეც არის სრო და აქამდე ეს ხმა, მაშინ როდესაც ქალბატონი დირექტორი ამბობს, რომ ვითომ ძალიან სამართლიანი, ძალიან ობიექტური და გამჭვირვალე თურმე ეს არხი ჯიბის არხად ქცეული რუსი ოლიგარქისა. კი ბატონო. არაფერს ჩვენ არ ვითხოვთ ზედმეტს. და ახლა, როდესაც თავზე გადაგვახია რუსეთმა და მისმა აქაურმა დამქაშებმა არჩევნები, რას ვითხოვთ ადამიანებო? როდესაც ამდენი კითხვის ნიშანია. როდესაც ამდენი პასუხგაუწებელი კითხვა, რატო არ გვაძლევენ საერთო სიას, არ ჩამოვყვები ამ დეტალებზე, დიახ, კიდე ერთხელ ვამბობთ საზოგადოების სახელით, აქ კიდე გვექნება ჩვენ საუბარი. როდესაც ჩვენ არ ძალიან გთხოვთ უნდა დავამთავრო. კი ბატონო, დაასრულეთ მაშინ. ამიტომ რასაც ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ხო არის სადაო, ჩვენ არ გვყავს სასამართლო, მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს, რომ ჩვენ არ გვყავს სამართლიანი სასამართლო. ამიტომ დავნიშნოთ ახალი არჩევნები, ახალი პირობები. ეს საზოგადოებრივ ჯგუფებსაც და არა მხოლოდ შემუშავებული აქვს რა ახალი პირობებით უნდა დაინიშნოს. ჩვენ ამას ვითხოვთ. ჩვენ არ ვითხოვთ რომ რომელიმე პარტია თუ პარტიათა ჯგუფი თუ კოალიცია პირდაპირ ოპერაციოდ მოვიდეს ხელისუფლებაში. არა, ახალი არჩევნები, სამართლიანი, შეცვლილი ახალი პირობებით. აი მაშინ ვნახოთ ვინ მოიგებს და ვინ არა. და ამ საქართველოში რუსეთი გაიმარჯვებს თუ ევროპა, ის ევროპა რომლის ერთგულია მთელი ქართული ისტორია, გარდა იმ შემთხვევებისა, რასაც მტრებმა გაგვიუკუღმართეს ჩვენი ეროვნული და დიახ ევროპული არჩევანი. და ბოლოს ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, მე ძალიან მაპატიოს ყველა ძალიან მღელავ და ვცდილობ ალკად შეიძლება ვინმეს მოეჩვენა ძალიან მაღალი ტონის საუბრის მიუხედავად ძალიან ვაკონტროლებთ, თორე ჩვენ ვართ უაღრესად გაბრაზებულები და წაგვართოს ყველა უფლება არაკონსტიტუციური უკანონო ხელისუფლება მოსული ახლა შეჯერ პარლამენტი ახლა ცდილობს აი ეს თავრობის შემადგენლობა და ამტკიც ასევე კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მაშინ როდესაც საკონსტიტუციოში სარჩელია შეტანილი და ახლა ცდილობს ვიღაც უგოვანი წარაკითხვით უცოდინარი პრეზიდენტად აირჩიოს არ გავა რუსეთი არ უნდა გავიდეს რუსეთი ამ ქვეყანაში ეს არ არის რუსეთის სატელიტი და უკანაეზო ჩაბარდა ევროპული ცივილიზაცია ჩვენი თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ავიდა იმ დონეზე, რომ ავიდა ცივილიზაციამდე. აი ამიტომ აქ არ შეიძლება გავიდეს რუსეთი. კი ბატონო, და ბოლოს რითიც მოვედით. ნებისმიერს დავუთმობდი მე ამ ეთერს. ძალიან ბევრი იყო მსურველი და შეიძლება ამ ეთერის გაგრძელებაც. მაგრამ დღეს მე ვარ აქ სწორედ იმიტომ ამ წუთში, რომ მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი სახელით. ძალიან მინდოდა რომ აქ ყოფილიყო თათია მექვაბიშვილი, რომელმაც დაუთმო ადგილის სხვა წევრს, ილო ვლონტი, რომელმაც ასევე დაუთმო, რამდენიმე კიდე ადამიანი, რომლებაც დიახ
ჩვენ გადავწყვეტთ რომ იქნებ ჩვენი სამართლიანი ხმა და მოთხოვნა მივაწვდიოთ აი ამ ინსტიტუციას, აი ამ ორგანიზაციას, რომელშიც არის სმოდა ამ წუთამდე დღემდე, აი 9 ნახევრამდე სანამ არ შემოვიდა ჩვენი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფები და მოქალაქეები, არის სმოდა კრიტიკული ხმა. ამიტომ მე სწორედ არ იმიტომ, რომ ვინც მოვედით, დავდექით და პირველი წინადადება გავაჟღერეთ გზნო პასუხისმგებლობას, რომ ესე მშვიდობიანად უდემოკრატიულესად, უსამართლიანესად და ყველა კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით ჩვენ მოვითხოვეთ ის, რომ მუდმივ რეჟიმში ტენდენციურობის გარეშე და ამაზეც ქალბატონ თიკო ვერ შევთანხმდებით, რომ თქვენ გონიათ, რომ თქვენი პროპაგანდისტად ქცეული არხი არის სამართლიანი, მაგრამ ჩვენი ხმის აკაშღერებით ამასაც კარგად ვამხელთ. მარტო ახლა დღეს ამ რამდენიმე საათში ამას ვერ შევძლებ. ამიტომ ეს არის ჩვენი მოთხოვნა. დიახ, აქ უნდა იყოს ტრანსლირება ყველა საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროტესტის და გაშუქდეს ის ტენდენციურობის გარეშე. უნდა იყოს აქ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი დარგობრივი თუ სხვა ჯგუფები იქნებიან მათი ხმა და ჩვენ კიდე ანგარიშს ვუწევთ თქვენ ეთერს. ჩვენ არ ვითხოვთ ბადის შეცვლას, მაგრამ ყველა ток-შოუში, ყველა პრაიმ ტაიმში ყოველდღიურად თქვენ აი ახლა ამით მინდა დავამთავრო. აი ახლა პირდაპირ ეთერში უნდა დადოთ პირობა, რომ ყოველდღე არა ის მოჩვენებითი ხალხი, ვიღაცა ვითომ ოპოზიციონერები სახელის თქმაც არ მინდა. არა, ეს პირობა ჯერ პირობა უნდა დადოთ. ამიტომ აი ეს არის ღიად ვამბობ. თქვენ უნდა დადოთ აქ ეს პირობა ბოლო წინადადება. მიუხედავად რომ ბევრი გასაუბრო. კი ბატონო, სხვასაც სხვასაც დრო. გაჟღერდა თქვენი და ვასილ მაღლაფერისის გადადგომის მოთხოვნა, რომელსაც პათოსში ვეთანხმები. მე არა ვარ ამ პროტესტის არც მეთაური არაფერი, ვარ უბრალოდ ერთ-ერთი შეიძლება რაღაც თანაორგანიზატორი, ამიტომ მე ამას ჩემ თავზე ვერ ვიღებ. მაგრამ ქვევით დგას ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, კვლავ გააქტიურებენ ამ მოთხოვნას, როგორც კი თქვენ არ დააკმაყოფილებთ ამ პირობებს, რომელიც მე ჩამოვთვალე. კი ბატონო, ნესტანს მოусმენ და მე არა ვიცით აუცილებლად მაგას გულისხმობ მე უკერძოებელ. კი, და აი ბოლო, უბრალოდ ჩემი კოლეგაა და არ შემიძლია ამით არ დავამთავრო. გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც სპეცნაზმა გუშინ დაიჭირა და რომელიც გურჯაანში წაიყვანეს ხალხო რა უნდა და თბილისში დაჭერილ კაცს გურჯაანში მანქანაში ყავდათ საათობით და ცოტა ხნის წინ მიიყვანეს იზოლატორში აი ამიტომ არ გვინდა ამიტომ ვიწყობდით არა რუსულ კანონს არა ცენზურის კანონს რომ ქვეყანაში მსახიობებს შემოქმედებს ვეღარ იჭერდნენ თავისუფალი და დემოკრატიული პოზიციისგან ნესტანს დავასრულებინოთ იმიტომ რომ სრულად რო არ უნდა ამოვწუროთ სხვასაც მინდა რომ ვაცალოთ ნესტან გისმენთ და მე შევჯამდებით გისმენთ უბრალოდ დავასრულებთ ეთერს დიახ გამარჯობა ყველას მე ნესტანი ვარ ეზოში ვიდექი კაიხანი რიგითი მოქალაქე ვარ და ამ პათოსისგან განსხვავებით ცოტა უფრო მშვიდი საუბარი მექნება ჩათვალეთ რომ ვარ ჩემი მეგობრების ეს არის გაბრაზებული განსხვავებული ხალხის ხმა რომელსაც გვიხშობენ და ეს ხმა რომ ხავი ვარ ეს მეგობრება ამას ძალიან დიდი არა ეს ხმა მე სენაზეც მიწევს დგომა და ყავდა ძალიან კარგი პედაგოგები და ძალიან ეს არის ხმა რომელიც გაზმა და ციცაკამ ჩამიხლიჩა და იმიტომ ლაპარაკობ აი ასეთი ხმით იმიტომ არის რომ შეიძლება მე აი ტექნიკურ ხმას გადავაჭარბე უბრალოდ ადამიანისთვისაც უბრალოდ ამდენი სამართლობის სატანად ამდენი პირდაპირ ჩაგურის სატანად უკვე ზედმეტი და შეუძლებელია აბსოლუტურად მესმის არ ინერვიულოთ მე უბრალოდ ჩემი ვალია დღეს რა კი აქ მოვხდი რომ გავაცხაზეავ მეუნებია რომ ჩავთოთ ნესტან გისმენთ თქვენი დრო გამოიყენეთ დაასრულეთ და თან მოკლედ ვიტყვი ჩემს სათქმელს ჩემი უცბად აღმოჩნდა რომ აქ აღმოჩნდი მართლა ესე იყო ჩემი მეგობრების ხმა ვარ თქვენი ხმა ვარ და ჩვენი ყოველას ხმა ვარ როგორც რიგითი მოქალაქის რომელიც ცხოვრობს თბილისში გავიზარდე აქ ცოტა ხანი ცხოვრობდი უცხოეთშიც ევროპაში მყავს ორი შვილი და არაფრით არ ვარ ვიღაცა კოცზე უკეთესი მე ესე ვიტყოდი კოციც უკვე რაღაცა შეურაცხყოფელი ტერმინია რა მაგრამ ერთი რაღაცა არის ცალსახარო მე არ გამიჩენია შვილები იმისთვის რომ რუსეთში ეცხოვრათ დღევანდელი კურსი რაც არის ძალიან ნათელი და ცალსახარო მიგვაქანებენ რუსეთისკენ
ხალხისკენ და მინდა ამიტომ მივმართო იმ ადამიანებს და გამოვიყენებ ამ ძვირფას წუთებს ესეთ გადასარევ სახალხო ტელევიზიაში გამოვიყენებ ამ ძვირფას წუთებს და მივმართავ იმ ხალხს სად არის კამერა რო ვუყურო თვალებში ამ ადამიანებს რაც ბევრი კამერა ამარას აი ეს იყოს მშვენიერია მივმართავ იმ ხალხს ვინც დღეს კიდევ ორჭოფობს კიდევ იძახის რომ აბანაცები გინდათ 7 ნოემბერი გვინდა ეს ხალხი რომელიც გუშინდელ ღამეს ნუ თუ აი ცით რაზე ვგიჟდები რომ ერთადერთი რითაც განსხვავდებოდნენ რითაც ამბობდნენ რომ ნაცები და ქოცები და ისინი ჰუმანურები მაინც არიან ქოცები ჰუმანურები არიან მე მგონი გუშინდელი ღამე არ იყო ჰუმანური ხო ჩვენ ვინც ვდგავართ ქუჩაში ეს დღეები არაფრით არ ვართ თქვენზე უკეთესები და ამ ხალხს, ანუ ამ სახელმწიფოს რაც უნდა დღეს არის ჩვენი დაგსაქსვა. რაც ხდება ფაქტია, ისეთი შუღლია, ისეთი აგრესია ადამიანებს შორის და რატო? როცა ერთი სამშობლო გვაქვს, ერთნი ვართ, არასოდეს არ მომდომებია რომ სადმე წავსულიყავი და მეცხოვრა რაღაც დეპრესიული მომენტები იყო, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა და ძალიან მენანება რომ ვიღაცა ჯოჯოებს დავუტოვოთ ეს ქვეყანა საძიძგნად. თქვენ რომლებიც ახლა ტელევიზორთან სხეთხართ, უყურებთ ამ კადრებს, გვიყურებთ ჩვენ, ვიღაცა აღშფოთდება, ვიღაცას გაეცინება, ვიღაცას ძალიან შეიძლება გაეცინოს ამ ადამიანზე, ან რაღაცა მეც ისე ამიგდოს ისე მესაუბროს. არა, შეიძლება კაცო და ყველა ვერ მოეწონება ნამდვილად, მაგრამ ერთი ხო არის, რომ ჩვენ მე პირადად არ მეშინია და შიში არის უსაზიზღრეს, უდამპლესი რამე და თქვენ ვინც ახლა სხეთხართ და ამას უყურებთ, გეშინიათ და მაგიტო არ გახართ ჩვენ გვერდით. მე ესე მგონია. მე მშვიდად მძინავს. მე იმიტომ რომ მართალი ვარ, ჩემ თავთან, ჩემ შვილებთან და ზუსტად იციან ჩემმა შვილებმა რატო ვდგავარ იქ. ოდესმე რამე რო იყოს და გადატრიალდეს ეს ქვეყანა, მე მეწოდინება რომ კემაინც ყველაფერი ვცადე იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო ევროპის კურსით და არა რუსეთის კურსით. კი ბატონო. შიშზე ვიტყვი კიდევ ერთ რაღაცას და დავასრულებ, რომ არ ნუ შეგეშინდებათ. ერთი ფარის დადება არის გმირობა დღეს. სასამართლოში ბატონი ხუჭუა რო გმირი არის დღეს. რატო? ერთადერთი მოსამართლე აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც თურმე სიმართლეს ემსახურა. არა და ეს არ უნდა იყოს რაღაცა გასაკვირი და დედა რა კარგია. მოსამართლე რო ხარ, სიმართლეს უნდა ემსახურება, სხვას რას უნდა ემსახურებოდე. მაგრამ ეს თურმე აღსაფრთოვანებელი აღმოჩნდა. და რატომ ვართ აქამდე მისულები? რატომ გონია ხალხს ამ ტელევიზიას არ ვიცი ხა იმედი არის მაინც ნომერ პირველი ჩემთვის პოზიტივი მსგავსი და სამწუხაროდ ეს სახალხო ტელევიზიო არაა დღეს. მე ესე ვფიქრობ, ეს ჩემ პირადი აზრია, კი ბატონო, ჩვენ ყველას აზრს ამ და მსგავსი არხების დახმარებით ხდება ტვინის გამორეცხვა, ეს სიტყვაც უკვე გაშალაშინდა მესმის. პროპაგანდა დავარქოთ, ნუ ეგრე არის მართლა. ვეღარ აღიქვამს ხალხი, კაცო, სადა ვართ? მე სხვა საქართველოში ვცხოვრობ, ვიღვიძებ და ვიძინებ, სხვები რეგიონში ვიცხოვრობ. ნესტად სხვებისგან ძალიან ეს დავამთავრებ, ანუ არავისთან პოლემიკა არ მინდა, მე მაქვს ბალი რომ თქვა ეს ყველაფერი, ამიტომ მომეცით საშუალება, კი ბატონო, რა კი ბევრმა ისაუბრო, მე ამას დავამთავრებ, რომ მსგავსი ტელევიზიები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ხალხის ხმას, ეს დღეს არ ხდება სამწუხაროდ. თითო ოროლა კანტიკუნდად გვაქვს დასაფასებელი მედია საშუალებები და მადლობა მათ, მადლობა ჟურნალისტებს, ეს უკვე ვიცით და მე მგონი ჟურნალისტიკა ისე არ დაფასებულა, როგორც წელს დაფასდა და რა კარგია. და ტვინის გამორეცხვა რომ მიდის, ეს რისი ბრალია? რისი ბრალია? ანუ ევროპა რატო უნდა ასოცირდებოდეს გეებთან და ეგრეთ წოდებულ ჭყალებში პიდარასტები გვინდა? აბა ვიღაცები მე რა შუაშები? მე არ ვარ ნორმალური გოგო, არ ნორმალური გოგო ვარ, ქცევა ნორმალური მაქვს, უზრდელი არ ვარ. რატო გონია ხალხს რომ ევროპა არის რაღაცა აღვირახსნილობა, რაღაც გაუნათლებლობა? ხო და არ ეს იმიტომ რომ ესე ხდება მიწოდება. და მე მესმის, მე ვიყავი ნინოწმინდაში ჯავახეთში დამკვირვებელი. ნინოწმინდაში იმ უბანში, სადაც ტოპ მაჩვენებელი აქვს ქართულ ოცნებას. 92 თუ 90% აიღო უშუალოდ იმ უბანზე, სადაც მე თვითონ ვიჯექი მთელი დღის განმავლობაში. იქ სხვა არავინ არაფერი არ იცის. აი ლურჯი ყვითლის, ოღონდ არა ეს ქართული ოცნების ლურჯი ყვითლის გარდა არავინ არაფერი არ იცის საერთოდ. იმიტომ რომ იქ ოპოზიცია არ ჩასულა სამწუხაროდ და არ უმუშავია. კი ბატონო. ეს ალკე პრობლემა, მაგრამ იმ ჯავახ ახაც შეიძლება მიყურებენ, ხო? მე მინდა მივმართო იმ ხალხს, იმ უსაყვარლეს ადამიანებს, რომ უბრალოდ არ იციან. ეს ცნობიერება არის უდაბლესი და არ შეიძლება ამაზე უნდა ვიმუშაოთ. თქვენ სახალხო ტელევიზიამ უნდა იმუშაოთ, რომ
ევროპა ნიშნავდეს ღირსეულ ხელფასებს, ნორმალურ ჯანდაცვის სისტემას, განათლება, რაც არის უმთავრესი, ჩვენ რაც გვჭირს, არის გაუნათლებლობა. არის სიბნელე ქვეყანაში და გაუნათლებელი ბნელი ადამიანების მართვა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე იმათი, ვინც აი ჯენზის რო ვეძახით. მეც რაღაცა შემიძლია და ამიტომ ვერ მომათხოვებ მარტივად. ჩვენ ერთი რამეში დარწმუნებული ყავდეთ, ყველას აზრი მნიშვნელოვანი და პატივსაცემია ჩვენთვის, ჩვენი მთელი პირველი არხის გუნდისთვის, ეს არის სრული პასუხისმგებლობა. მადლობა. ერთი წუთით. და უნდა ჩავთოთ დიდი ბოდიში და აუცილებლად უნდა წავიკითხო აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების სია, რომელთა თავისუფლებასაც ვითხოვ, მათე დევიძე, საბა მეფარიშვილი, ომარო კრიბელაშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი და დავით წოწორია, რომელიც გუშინ გამოუშვიათ. და მეორე სანამ ქალბატონი თინათინი გავცემს პასუხს. ახლა ვრცელდება ინფორმაცია და ონლაინ მედია ამ შემთხვევაში პუბლიკამ ამომიგდო და ეს ამ არხიდან უნდა გავაჟღერო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი მეთიუ მილერი. კიდევ აქვს ვინმეს კითხვა, საით მიდის საქართველო და რა უბედურებას ვიმყით ასე მწარედ, რომელიც ყველა ჩვენთაგანს, როგორც ოპოზიციის, ისე ოცნების ამომრჩეველს ძალიან მწარედ მოგვიბრუნდება. აი ეს არის რუსეთის გზა და განდგომა ქართული ეროვნული და ევროპული გზისგან. ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს ხმა ისმოდეს ამ ეთერიდან და ახლა პირდაპირ ეთერში მოусმენთ ქალბატონი თიკოს პასუხს იმ მოთხოვნებზე, რაც ჩვენ გვქონდა. კი ბატონო, ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ჩვენი დრო დასრულებულია. პასუხი მე რა პირობასაც ერთადერთს ჩვენ ქართველ ხალხს. ჩვენ თანამშრომლებს პირველ რიგში ჩვენ თანამშრომლებს და ჩვენ ტელევიზიას ვაძლევ რომ ეს ტელევიზია იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი ეს არის დანარჩენი ვისაუბროთ კიდე ბევრჯერ მოგვეცემა ჩვენ საუბრის შესაძლებლობა თქვენ თანამშრომლებს თქვენ შეგიძლიათ შიდა თათბირი მოხდეთ რა პირობაც მელად მისცეთ ჩვენ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და თითოეულ ადამიანს ჯგუფი როდესაც ვითხოვთ აი ამ სამი პირობის დაკმაყოფილებას ყველა ადამიანი ჩემთვის ერთნაირია კრიტიკული თქვენ რას გულისხმობთ არის ყველა ადამიანის მოთხოვნა რომელიც კარგით ბოლო და დავაკონკრეტებთ კი ბატონო ბოლო დავასრულოთ იმიტომ რომ ჩვენ აქციაც უნდა გავაშუქოთ ძალიან ბოლო კონკრეტული აქციაც გასაშუქებელია კრიტიკულ ადამიანებში გულისხმობ კონკრეტულად იმ სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს რომლებიც ჩართული არიან აი ახლა რუსთაველზე მიმდინარე პროცესში მეგონი გასაგებია და ასევე იქნება აუცილებლად ამის პირობას ნამდვილად გაძლევ და დავასრულოთ ეს ჩავთვალოთ რომ არის თქვენი პირობა რომ ხვალიდან ყველა პრაიმ ტაიმში და ყველა თქვენ თოქ-შოუში იქნება ჩვენი წარმომადგენელი ჩვენ პირობა გქონდა აქ რომ გვექნებოდა ფორმატი მე მგონი იმაზე მეტ დრო დაუთმეთ ვიდრე ჩვენ შევთანხმდით რაზეც თითოეული ვინც იყო ჩართული ამიტომ ჩვენ დავასრულეთ ამ ფორმატი ჩვენ გურამ როგავა ხა გველოდება პირდაპირ ხაზია ჩვენთან უნდა ჩავრთოთ და დანარჩენი ბოლო ფრაზები და დავასრულოთ თითო ფრაზე დავასრულეთ შეიძლება კი ბატონო რომ პირველი არხი გამოირთო რეგიონებში არა ეხლა ეს არის ტყვილი იმიტომ რომ პირველი არხი ეს არის ნესტა სრული პასუხი აი მე გეუბნებით სრული პასუხი თუ რამე შემიძლია ვთქვა რომ ეს უბრალოდ ვერ გამოირჩევა პირველი არხის მოდი ესე გეტყვით არ მინდა რომ დაგღალო და პირველი არხი იმდენი საშუალებით გადაიცემა, რითაც არ გადაიცემა არც ერთი სხვა კომერციული არხი და გამორიცხულია რომ ის შეჩერდეს აბსოლუტურად ყველა გავრცელების საშუალება როგორც DVB-ტ, სატელიტი, საკაბელო არხები ყველგან არის. ამიტომ დავასრულეთ თუ რამე ფრაზა გაქვს და აქცია გვაქვს რომ ვიცოდეთ სად მოდიან ეთყობა თქვენ ვერ გაიგეთ მე რაც გითხარით, მაგრამ მე გითხარით თუ ჩემ პირობაზე გინდათ რომ გესაუბროთ, ჩემი პირობა არის ერთადერთი რომ ეს ტელევიზია იქნება დამოუკიდებელი. როგორია დამოუკიდებელი ტელევიზია ამას ეს მე თქვენი შესაძლებელია მე ხო ყველაფერი მოვისმინე თქვენგან მე თქვენ შეაფასებთ ეს 100-ია თუ არა უნდა დავასრულოთ გველოდებიან და გურან როგავასაც უნდა ნახეთ ადამიანი არის ერთი კითხვაზე გვინდა პასუხი გაგეცით მე პასუხი ეს ტელევიზია ობიექტურია თუ არა ეს არის თქვენი და ჩემი შეფასებითი ნაწილი ამიტომ ამაზე ხო არ გედავებით კონკრეტული შეკითხვაა ნახეთ ხვალ
ხვალ რომელი ток-შოუა რომ მოვიდნენ კრიტიკული ამას ჯგუფების გადაწყვეტა წარმომადგენლები. საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამას ანუ იქნებიან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის, იქნება დამოუკიდებელი და დამოუკიდებლობა რას ნიშნავს? ამის გაგება ყოველს თავისებური აქვს. მე მესმის თქვენ გაქვთ თქვენებული. რუსაველის ქუჩიდან ჩვენ უნდა დავასრულოთ ახლა, უნდა ჩავთოთ ეხლა ჩვენი თანამშრომლები პირველი არხი უწყვეტ რეჟიმში არიან ეთერში 24/7 პირადად 24/7-ზე ток-შოუ იქნება თუ სხვა გადასცემა. ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას მე ვიქნები თუ არა არავის არ ურჩევდი. ეს ჩემი რჩევა. ამიტომ დავასრულოთ ეს ეთერი და გთხოვთ მოგვეცთ საშუალება რომ ჩავთოთ გურამ როგავ, იმიტომ რომ დიდი ხანია გველოდება